დამეტის შესახებ. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში კორექტივები შეაქვს საფრანგეთის პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ნატოს გაფართოების წინააღმდეგია, განცხადებები დღეს ბრიუსელში კეთდება. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ ბოლო წლებში რეგიონში ვითარება შეიცვალა, რაც სამეზობლო პოლიტიკაზეც აისახება. ფედერიკა მოგერინის დღეს არ დაუკონკრეტებია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე რა გავლენა იქონია რუსეთმა, თუმცა პრესაში უმაღლეს კომისარს მაინც შეახსენეს მოსკოვთან მიმართებაში მისი რბილი პოლიტიკა. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის რევიზიას იწყებს. ახალი დოკუმენტის შესაქმნელად კონსულტაციების დაწყება დღეს ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამოაცხადა. ევროპელები აცხადებენ, რომ სურთ სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან დაახლოება, თუმცა ამავდროულად რუსეთთან არაკონფრონტაციულ რეჟიმში დარჩენაც. რა გახდა ახალი დოკუმენტის შემუშავების მიზეზი? სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნების ინტერესები თუ პირიქით? რუსეთის ფაქტორი კითხვა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. შეიცვალა ჩვენი რეგიონი, იყო რადიკალური ცვლილებებიც და გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯებიც. მაგრამ ჩვენ პოლიტიკას და თანამშრომლობას უნდა გადავხედოთ, რადგან ურთიერთობების შეფასების პროცესიდან უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ დიალოგსა და პოლიტიკურ პარტნიორობაზე. უნდა გამოვიყენოთ პოტენციალი პარტნიორებთან ურთიერთობებში რეგიონზე ეფექტური გავლენის მოსახდენად. არ არსებობს ევროპული პოლიტიკა, რომელიც კონფრონტაციას გულისხმობს. შეუძლებელია ჩვენი პარტნიორობა იყოს ვინმესთან კონფრონტაციული. ის არავისთვის უნდა გახდეს საერთაშორისო პრინციპების დარღვევის საბაბი. ევროკავშირის კარი ღიაა თანამშრომლობისთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება. კითხვაზე მისცემენ თუ არა საქართველოსა და უკრაინას უვიზო მიმოსვლას. მოგერინი აცხადებს, რომ ამჟამად ტექნიკური შეფასება მიმდინარეობს. პოლიტიკური მესიჯები კი სამიტის წინ ისევ რიგაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გაირკვევა. პოლიტიკური გადაწყვეტილება კომისიამ და საბჭომ უნდა მიიღონ. დავიწყებთ რიგი სამიტის პერსპექტივის განხილვას. გავმართავთ შეხვედრებს არაოფიციალურ დონეზე მინისტრებთან. ამ ეტაპზე ტექნიკური შეფასების პროცესი მიმდინარეობს და სამიტისთვის მოვამზადებთ პოლიტიკურ გზავნილებს. რაც შეეხება ვიზების ლიბერალიზაციას, ამ ეტაპზე საქართველოს სამოქმედო გეგმის მეორე ფაზას ახორციელებს. ნახავთ, რა შედეგი დასრულდება და შევძლებთ თუ არა პოზიტიური ანგარიშის მომზადებას. ამ საკითხზე ვმუშაობთ. საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ამბობს, რომ რუსეთი რეგიონში ფაქტორი არის. თუმცა დოკუმენტი სამეზობლო პოლიტიკის მნიშვნელობას კითხვის ქვეშ არ აყენებს და მისი გამოყენება საქართველოს თავისი მიზნებისთვის შეუძლია. გადახედვის ნებისმიერი პროცესი შეიცავს გარკვეულ რისკს, რომ შეიძლება დოკუმენტი თვითონ პოლიტიკას შესუსტდეს და ასევე შეიცავს შესაძლებლობებს. არსებული კომისია არის ძალიან დაინტერესებული, ახალი შემადგენლობა ძალიან დაინტერესებული იმისთვის, რომ ეს იყოს რეალური პარტნიორობაზე დამყარებული პროცესი. ამიტომ მოგვიწოდებენ აქტიურად, რომ ჩვენ ჩავერთოთ. კონსულტაციისთვის ევროკავშირს 4 თვე აქვს ივნისამდე. საბოლოო დოკუმენტი კი უკვე შემოდგომაზე უნდა დაიდოს. საერთაშორისო პრესაში დღეს ფედერიკა მოგერინის რუსეთის მიმართ საკმაოდ რბილი პოლიტიკა შეახსენეს. მოგერინის განწყობები რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ იყოს, მაგრამ აქ კარგი ის არის, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის ანუ გადაწყვეტილება, რომელიც ერთმა ადამიანმა უნდა მიიღოს უკვე სამომავლო. ვანო ჩხიკვაძე ერთ-ერთია სამოქალაქო სექტორიდან, ვისაც ევროინტეგრაციის სამინისტრომ ახალ სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში რეკომენდაციების გადაგზავნას თხოვა. მიაჩნია, რომ პროცესი ქვეყნის შიგნით და გარეთ უფრო აქტიური უნდა იყოს, რომ ქვეყანამ კონსულტაციების დროს ბრიუსელს მისი ინტერესები კარგად განუმარტოს. მნიშვნელოვანია, რომ დავუშვათ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან უფრო ნაკლებად ალბათ პოლონეთთან დღევანდელი პოლიტიკის გათვალისწინებით ვიმუშაოთ, რომ ჭიდროთ, რომ იდეები და ასე ვთქვათ სურვილები რა ჩვენ გვაქვს, მათ გარკვეულწილად დაიცვან. სამეზობლო პოლიტიკის საბოლოო დოკუმენტის დამტკიცებისთვის პროცედურულად ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს 2/3 ხმა საჭირო. თუმცა როგორც წესი, ასეთ დოკუმენტზე მანამდე კონსულტაციების პროცესში სრული კონსენსუსი მიიღწევა.